გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 557 88 55 88. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები გაორმაგებულია და მხოლოდ 4 თვეში 108 მილიონი ლარი შეიტანეს ბიუჯეტში ამ გზით. თბილისში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმები აგრეთვე გაორმაგდა და 90%-ით მეტი ჯარიმა გამოწერა სახელმწიფომ მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში. როგორ აფასებთ ჯარიმებს და გადასახადებს, რომელიც კვლავ იზრდება ხელისუფლების მიერ და ამ დროს გვესმის არგუმენტი მართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისგან, ნინო წილოსანისგან, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотиваცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ანუ ჯარიმები თურმე იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ადამიანებმა საკუთარი ავტომანქანები მიატოვონ და დაიწყონ გზავრობა ავტობუსებით, მეტროთი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ზოგადად. გამართლებულია თუ არა თქვენი აზრით ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება და აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება. თუ მხოლოდ 4 თვეში 108 მილიონი ლარი იქნა ჯარიმების სახით გამოწერილი და ეს 201%-ით მეტია ვიდრე წინა პერიოდში, მაშინ ადამიანებს გამოდის რომ უსამართლო დაჯარიმებენ, ანუ მათ დარღვევა არ უფიქსირდებათ რეალური და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჯარიმდებიან ქვეყანაში მოქალაქეები, როგორც უბილეთოდ მგზავრობისთვის, ალბათ არ ვიცი და როგორც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. როგორ აფასებთ ჯარიმების და გადასახადების ზრდას, რომლის არგუმენტადაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს мотиваცია უნდა იყოს ადამიანებისთვის გადავიდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ზარია ეთერში, გამარჯობა, გისმენთ. მომისმინე რა. მომისმინე ერთ უჩის. ეს არ მინდა რომ არ მინდა რომ ტელევიზიაში გახმოურდეს, ისე მინდა რომ შენ მომისმინო მარტო, გესმის? ეთერში რეკავთ ქალბატონო და როგორ წარმოგიდგენიათ რომ ვიცი, თქვენ სასარგებლო საქმელი მას. როგორ გაგესაუბროთ ეთერს მიღმა, როდესაც ეთერში რეკავთ? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? აბარანაირად დაგიკავშირდეთ, სხვანაირად როგორ დაგიკავშირდეთ? მე ვთხოვ ჩვენ საეთერო ჯგუფს, რომ თქვენი ტელეფონის ნომერი ჩაინიშნო და გადმოგირეკავთ ეთერის დასრულების შემდეგ. მადლობა ზარისთვის 557 88 55 88. ქართული ოცნების წარმომადგენელი ნინო წილოსანი აცხადებს, ჯარიმების ოდენობა უკავშირდება იმას, რომ მართლწესრიგი იყოს შესაბამისად დაცული. მე გამიჭირდება თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ თუნდაც საქართველოს და თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიყვანოთ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. თუმცა გეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა პასუხობდეს სათანადო ნორმებს და ამისთვის მერია ყველაფერს აკეთებს, აცხადებს ნინო წილოსანი. მე მინდა აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებაც კითხოთ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით ამ მიმართულებით. გამართულია დღეს დიდ ქალაქებში სატრანსპორტო საკითხები, მაგალითად ავტობუსით მგზავრობის დროს ვიცით რომ ადგილების დეფიციტია და სხვა მრავალი. ზარია კვლავ ეთერში, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა. შაბათს 30 მაისს პირველი თუთებზე მანქანა დაკეტებული მყავდა საფთან. მე ვიყავი შვილის საფლავზე. ჯარიმა მომივიდა, ესე იგი დაფიქსირებულია იქ პირველი თუთებზე. მანქანა გაჩერებული მყავდა. აი თქვენ რომ თქვით ეხლა შეიძლება ისე გამოწერონო, აი ზუსტად ისეა გამოწერილი. დიახ. ხომ არის დრო დაფიქსირებული იქ, მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ მივიდე და გავარკვიო თქვათ. აი ეს ორთაჭარში. დიახ. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს უსამართლო ჯარიმები, რა მიზანს ისახავს რეალურად? რა მიზანს ისახავს და ქართველი კაცის სიკვდილს ისახავს, სიკვდილს. მე კი რას ისახავს? მადლობა, ძალიან მძიმე შეფასებაა. ადამიანები მთელი დღის განმავლობაში შრომობენ,
გადაადგილდებიან ტრანსპორტით, ავტომანქანით, საკუთარი ტრანსპორტით მათ შორის და რაღაცას ცდილობენ რომ შემოსავალი მოუტანონ ოჯახს, მუშაობენ და ბოლოს ერთი გამოსვლა სახლიდან 10-ობით ლარი უჯდება ადამიანს და საქალაქთა შორისო მგზავრობა საერთოდ 100-ობით ლარი. თბილისის სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ადამიანები თბილისიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში გნებავთ გამგზავრებას ისე ვერ ახერხებენ, რომ 100-ობით ლარის ჯარიმა არ მიიღონ. ხელისუფლების არგუმენტია ამ დროს, რომ არ დაარღვიონო, კანონი დაიცვანო და ჯარიმაც არ ექნებათო, მაგრამ უამრავი ადამიანი ყვება სოციალური ქსელებით მაგალითად, რომ ისინი ყოველგვარი წესების, ყველა წესის დაცვით მოძრაობენ, მაგრამ ეს ჯარიმა მაინც მოდის და ვერ ერკვევიან ადამიანები რა არის ამის მიზეზი. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და ხელისუფლების არგუმენტს, რომ ხალხი უნდა გადავიდეს კომუნალურ ტრანსპორტზე, ამისთვის არის ეს ჯარიმებიო, ლამის აღიარეს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, რა სიტყვით? დიახ. რას ვიტყვი? 1988 ახალი 87 დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და მუშაობდი საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდევ რუსეთში. აქ რომ გამოდიოდნენ მიტინგებზე და რომ ყვიროდნენ გაუმარჯოს კაპიტალიზმი, სოციალიზმი არ გინდა სოციალისტური წყობაო აი შედეგი. ხო მიიღეს კერძო საკუთრება არიცოდნენ მაშინ რა იყო კერძო საკუთრება რომ გახდა ყველაფერი всё ასე იქნება იგი ვერაფერს ვერ დაუნგისებ ახლა იმ კაცს მინდა უთხრა რომ ფუიდია ეთქია მაგას სახში არის ხარბიო მაშინ ეთქიან და всё მადლობთ ასე იქნება მაშინ ხალხი როკვიროდა სოციალიზმი არ კაპიტალიზმის გაუმარჯოსა და აი შედეგი არის ყველაფერი მადლობ ჩემო ბატონო, ხო აი როგორი მძიმე იყო, შვილის საფლავზე იყო მისული ადამიანი, რა ისტორიაც მოყვა წინაზარის ავტორმა და იქ დააჯარიმეს გაჩერებული მანქანა, ვერც ამტკიცებს რომ უსამართლოდ მოხდა ეს ყველაფერი. კაპიტალიზმი ახსენეთ თქვენ ჩემო ბატონო და რასაც კაპიტალიზმს უწოდებთ თქვენ, ასეთივე სისტემა არის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ იქ კანონები და რეგულაციები არის სამართლიანი. ადამიანი რომ სახლიდან გამოვა, მას უსამართლო ჯარიმას არავინ არ გამოუწერს. ასე რომ არ ვიცი ახლა ჩვენ მიზეზები სხვა რამეში უნდა ვეძიოთ და არა საბჭოთა კავშირის დასრულებაში. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. მე რა მინდა ვთქვა, ამას პატრონი ყავს ამ ქვეყანას საერთოდ. რა მაინტერესებს ის განში მეტროს გარშემო ხვევით რა. კიდიან ვირის ხორცი, ზოხ იმის რა ქვია, ცხენის ხორცი. არავინ არ არის. სად რომელ მეტროსთან ხდება ეს? დანის მეტროს ქვემოთ ხარეს. რას ამბობთ? გაოცებული ვარ. და აქ ხოლე ვინმე მოვიდეს ნახავს ყურე. კარგ სიზამთ თუ ფოტოს გადაუღებთ ამ ყველაფერს. და გამოგვიგზავნეთ. ყველა მიწის პოლიციას მეუბნები და ისო, რა ქვია, შეცნო ყიდულობო. მოხიდულობა, ხო? არ ვიცი რა გითხრათ, დავინტერესდებით ჩვენ ამას, მივალთ ადგილზე, შევისწავლით ამ პერიმეტრს, რაღაც შოკის მომგვრელი ამბავი მოყევით ახლა თქვენ, ეს თუ ხდება ღიად ასე საჯაროდ, ყოველგვარი დაფარვის გარეშე განსაკუთრებით. არ ვიცი რა ვთქვა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაორმაგდა, ხოლო ჯარიმების გამოწერის რიცხოვნობაც 200%-ით არის გაზრდილი, მხოლოდ 4 თვეში 108 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო ადგილობრივმა და ცენტრალურმა ბიუჯეტმა, მხოლოდ ამ შემოსავლებით გულისხმობ ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავალს, ხოლო აგრეთვე გაზრდილია უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმები გაორმაგებულია და მოქალაქეები ვეღარ უმკლავდებიან ამ ჯარიმებს და გადასახადებს. აქაც 90%-ით არის თავად გამოწერა ჯარიმის. ხომ გავიგეთ რომ ჯარიმის თანხა გაორმაგებულია, მაგრამ 90%-ით მეტ ადამიანს უწერენ ჯარიმას ვიდრე წინა წელს, ვთქვათ. აქ რასთან გვაქვს საქმე და რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენელმაც თქვა, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотиваცია, რომ
გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეს ნინო წილოსანის სიტყვებია, რომელიც დეპუტატია ქართული ოცნებიდან და ერთ-ერთი ლიდერი ამ გუნდის. ზარია გადაცემაში. გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. აი, ეხლა ელემენტარული შედარება მინდა დააკეთეთ რა. სააკაშვილის დროს მე ფარები არ მქონდა ჩართული და მაგნით მოძრაობდი რა და დამაჩერა პატრულმა, ჯარიმა მეკუთვნოდა. მაგრამ მაპატია პატრულმა რა. აი, და ეხლა გუშინ სამგაცო დავზარი მანქანა შებინდებული ახალგაზრდებული იყო, კიდე დამავიშხდა. ფარები ჩართა, ნუ 2 კილომეტრი გავიარე, დამეწია. და ეგრევე დამაჯერება მე მაპატია დამავიშხდა მე ელემენტარული და არ მაპატია. ეს რას ნიშნავს? აი, სააკაშვილის დროს უფრო კარგი იყო სიტუაცია ვიდრე ეხლა. ეგრე გამოდის რა ვიცი. ეს თავობა ემსახურება იმას, რომ ხალხს ქართველი შეაჯავროს, სამშობლო შეაჯავროს. ნორმალური ვინმისებს ხმას ამას, რავი, არავინ არ უნდა მისცეს წესი ხმა და საერთოდ თავის ძირს უცხრიან. ეგრე გამოდის რა ვიცი. მადლობა ზარისთვის. სააკაშვილის დროს უფრო კარგი არაფერი არ იყო, იგივე ხდება დღეს რაც მაშინ. შეიძლება არაფრით არ ჩამოუვარდება დღევანდელი ხელისუფლება იმ წინა მთავრობას, მაგრამ ვერც კი ვიტყვით, რომ რაღაც მაშინ უკეთესი იყო, დღეს უარესია, ან პირიქით. ერთი და იგივე ხალხია ესენი, კოჰაბიტაციის გზით შერწყმული და გაერთიანებული. მართველი რამდენიმე ფიგურაა გამოცვლილი, მინისტრთა კაბინეტი, იქაც ყოფილი ნაციონალები, საჯარო სექტორში ყოფილი ნაციონალები, ერთი სისტემაა ეს. ამ პატრულის თანამშრომლებსაც ალბათ, ამ კონტროლიორებსაც, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე თუ სხვადასხვაზე ავალებენ, რომ უფრო მეტი ჯარიმა დაწერონ და უფრო მეტი ამოიღონ ხალხის ჯიბიდან. ეს ხდება და თავად სტატისტიკაც ამას მოწმობს, რომ უფრო მეტი ჯარიმა იწერება 200%-ით, 90%-ით სხვადასხვა მიმართულებებია გაზრდილია, აგრეთვე ჯარიმები ვიდეო ჯარიმებს რომ უწოდებენ, რომ ადამიანს ეს თითქოს ჭკვიანი კამერები აჯარიმებენ, ესეც მილიონობით ლარი შედის აქაც ბიუჯეტში ამ შემთხვევაშიც. თბილისის სენაკილესელიძის ავტომაგისტრალზე წარმოუდგენელი რამ ტრიალებს, ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვთქვი მე, რომ ხაფანგები აქვს დაგებული ხალხისთვის თქო და ეს ნამდვილად ხდება. ჯარიმები გაორმაგებულია და ამოღებაც გაორმაგებულია და როგორ აფასებთ, კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ ხელისუფლების პოზიციას, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотивация, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. და თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტი პასუხობს თუ არა მოთხოვნებს. მე ვიცი, რომ პიკის საათში პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანი ტრანსპორტში შევიდეს, იმდენად გადაჭედილია ეს ტრანსპორტი. ისიც უნდა აღნიშნოთ სხვათა შორის, რომ ახლა სტუმრებს პატივისცემით უნდა დავხვდეთ ჩვენ, მაგრამ სტუმრები აღარ არიან უკვე. იმდენი უცხოელია ამ ტრანსპორტში, რომ ქართველი მოხუცი ხანდახან ფეხზე დგას და გადაჭედილია სავარძლები უცხოელი ადამიანებით ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. სტუმარს დიდი პატივისცემით ხვდებით ქართველები ჩვენ, მაგრამ ეს სტუმარი არ უნდა გახდეს შინაური და ჩვენ არ უნდა დავზარალდეთ ამის გამო. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა, დიახ. აი, ეს გაჯარიმებები და ეს გაორმაგებული რამაცები თუ мотивация, მაშინ თვითონ გადაბრდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გვაჩვენონ მაგალითი და როგორ მგზავრობენ. ლაშია საქმე. აი, ჩვენ კიდე არ ვიცით რეგიონში რა ამბავია. გამოხვალდა ხალხი ამბობს საფანგები. რაუბედურებაა, თაღლები ვარ ბოლო-ბოლო. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. მე ერთში უნდა დავეთანხმო ქალბატონ წილოსანს, რომ თუ ასეთი ტემპით წავიდაო ვითარება ქვეყანაშიო, ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ იქნებაო, იმდენად ბევრი ავტომანქანა იქ გვეყოლებაო და ამით ხსნის და ამართლებს ჯარიმების გაზრდას და ჯარიმების რაოდენობას თავად და გამოწერების გაზრდასაც. ავტომანქანები ნამდვილად ბევრია და თქვენი აზრით ჯარიმებით მოგვარდება ეს პრობლემა თუ უფრო სიღრმისეული და უფრო წესიერი გზა უნდა აირჩიოს ხელისუფლებამ, რომ განმუხტოს, ასე ვთქვათ, გზებზე მოძრაობა. როდესაც ამდენი საცობია, ამდენი პრობლემაა ხოლმე და ამაში მე დამეთანხმება ნებისმიერი ადამიანი, ვინც მართავს
ავტომანქანას. პარკინგის ჯარიმები 165%-ით არის გაზრდილი. 165%-ით მეტი ჯარიმაა დაწერილი, უფრო სწორად, ხოლო თავად ჯარიმები აქაც გაორმაგებულია. როგორ აფასებთ ჯარიმების და გადასახადების ზრდას და ხელისუფლების არგუმენტს? ზარია, გისმენთ? Please wait. 557 88 55 88 ეს არის თავისუფალი და ღია ეთერი, ნებისმიერი პოზიციის მქონე მაყურებელს ან რადიომსმენელს შეუძლია დაკავშირება. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო ილია. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონო ილია. დიახ. აი მე უყურებ თქვენს გადაცემას და რა ახსენეთ, ერთ თვეში და ორ თვეში შემოდის ასეულობით მილიონი ჯარიმების სახით ბიუჯეტში და რა გაჭირდა იმ ასიოდე ავადმყოფი ბავშვის წამლებისთვის გაიმეტონ 1 მილიონი ალბათ ეყოფოდა და რატო ამას უფრო სერიოზულად არ უყურებს მთავრობა? ნუ თუ ასე გადაგვარდა ჩვენი ხალხი ბავშვებზე უკეთესი და ბავშვებზე უფრო ძვირფასი რამე არსებობს ამ ქვეყანაზე და ამდენი ხანი ეს გაჭიანობდა თუ ასე დიდი ფული შემოდის, რა იქნებოდა ეს 1 მილიონი ხო ეყოფოდა როგორც იცით რა 1 მილიონი ნამდვილად არ ეყოფა 1 მილიონი, მაგრამ ეს მშობლები გადარიეს, ნერვები გაუფუჭეს და ძალიან გასაკვირია ასეთი მოპყრობა ქართველის მიმართ რა ასე იქცევა. კი ბატონო, გეთანხმებით, უღრმესი მადლობა თქვენ ზარისთვის. ბავშვებისთვის წამალი ეს პრიორიტეტი უნდა იყოს, ხომ? ჯარიმებს შევეხებით, მოდით პრემიებზე აღვნიშნოთ, მე არაერთხელ მithქვამს, რომ 2 წელიწადში მილიარდი ლარის პრემია დანამატები გაინაწილეს. მილიარდი ლარის. უზარმაზარი ფულია ეს. პრემია დანამატებში მხოლოდ იმ დიდ ხელფასებს აღარ ჯერდებიან. და ამ ბავშვებისთვის დაახლოებით 50 მილიონი ლარია საჭირო. და ყველაფერი უნდა მოიკლოს სახელმწიფო, ყველა სხვა სფეროს მოაკლოს და ბავშვებს მისცეს ეს ფული. მაგრამ ყველაზე კარგი იქნება თუ ჯარიმებს, უფრო სწორად პრემიებს მოიკლებენ. ეს ყველაზე მარტივი ფული გაჩნდებოდა. უბრალოდ პრემია არ აიღონ ერთი თვე. არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ. პრემია არ აიღოს და ბავშვებისთვის წამლის ფული გამოჩნდება. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. მაინტერესებს ერთი რამ. დიახ. ჯარიმები გაიზარდა, ფასები სურსათსა და წამლებზე გაიზარდა. ავტობუსები რამდენი გაიზარდა 30 კაპეკიდან 70 კაპეკზე არის. საცხოვრობ თქვენ 71-ად სად არის ტრანსპორტი? ავტობუსი ბათუმიდან ხომ არ რეკავთ ან ქუთაისიდან? ხანაც არ ყავან ასეთი ხალხი და შემოსავალის პენსიის გარდა რომ არ აქვან და ამათ ის რომ გეიზრდება დანარჩენი ცხოვრებაზე რაღაც კიდე ლაპარაკი და ფუფუნებაზე რამე. სად არის გაეფებული რომელ აფიაქშია წამალი, რომელ სუპერმარკეტშია გაიაფებული. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ გაიაფებულია. ბათუმიდან 70 კილომეტრში და 2 მანათი ღირს, 2 მანათი, მანათი 80 და 2 მანათი. ქართული ნაწარმი აგერ კოკოტაური ალჩი მიდის. ხოდა აგერ ლარი 80 ღირს. რანაირად ცხოვრება შეიძლება ეს არასდროს არ ყოფილა. სტალინის დროიდან დაბადილი კაცი ვარ და ეს არ მომსწრია გაჭირონიანობის დროშიც არ ყოფილა. მადლობა, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. გასაგებია პოზიცია სათქმელი 557 88 55 88. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაორმაგებულია და მხოლოდ 4 თვეში 108 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში. რაც შეეხება უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმას, ესეც გაორმაგებულია, ხოლო გამოწერის რიცხვი 90%-ით გაიზარდა. პარკინგის ჯარიმები 165%-ით მეტია გამოწერილი 2026 წლის პირველ რამდენიმე თვეში. ვიდეო ჯარიმების რაოდენობა გაზრდილია, მილიონობით ლარი შედის ბიუჯეტში. თბილისის სენაკილესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ჯარიმების
რაოდენობა ასობით ლარი უჯდებათ ადამიანებს ეს მგზავრობა ერთი ქალაქიდან მეორეში. ჯარიმებიც ვიმეორებ გაზრდილია და გამოწერაც 210%-ით არის ჯამში ამ ჯარიმებისა გაზრდილი. ხელისუფლების არგუმენტია, რომ ამას იმიტომ ვაკეთებთ თურმეო, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотиваცია გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. ხოლო ხელისუფლების მომხრეების მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ დაარღვიოთ, არ ჩაიდინოთ გადაცდომა და ჯარიმაც არ მოგივათ, ამით მოიხსნება პრობლემაო. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე უსამართლოდ წერენ ამ ჯარიმებს, იმიტომ რომ ჩანაფიქრი ჰქონიათ, რომ ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაიყვანონ უნდათ ხალხი თურმე. და მარტო ეს არ არის მიზეზი, ბიუჯეტის შევსება უნდათ, იმიტომ რომ ბიუჯეტს როგორც ჩანს პრობლემები აქვს ძალიან დიდი. სარია ეთერში გისმენთ, შეგიძლიათ ისაუბროთ და აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ადამიანები არ არღვევენ, ჯარიმებს ისე იღებენ და როგორ ხდება ეს, ამას ვერავინ ვერ პასუხობს. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო ილია. დიახ. მომივიდა 250 ლარიანი ჯარიმი, 200 ლარიანი, 150. რა მონაკვეთზე და როდის და რატომ? ჯარიმის მოედანზე, ჟვანიას მოედანი დიახ, ჟვანიას მოედანი დღეს. კი ბატონო, დიახ. ხოდა, აზრი არა გადავარდები. 65 წელია თბილისში პასუხი და აი, მაგრამ ასაცირებასაც ფაზია. აბუნა გავასწავლე. დიახ. თქვენ რაში ხედავთ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ეს ჯარიმები ასე არაადეკვატური გახდა? დიახ. ადეკვატური მიზეზი რა არის? ადეკვატური მიზეზი არის ის, რომ ხალხის გაფრთხილება უნდა. ხალხის გაფრთხილება ბოლოს. დიახ. ხოდომდე. მადლობთ ჩემო ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის. ადამიანების არ ესმით. როგორი რთული გახდა ცხოვრება, ეს არ ესმით. მე გასაგებია, დიდი ხელფასები აქვს, დიდი პრემიები აქვს. სანათესაო და საახლობლოც ალბათ შეძლებული ყავთ ჩვენ ქალბატონ ნინო წილოსანზე რომ ვსაუბრობთ, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, მილიონერების ოჯახიდან არის, თავადაც მილიონერია. კი ბატონო, ადამიანი თუ მილიონერია თავისი შრომით, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, არავინ არაფერს არ იტყვის ამაზე. მაგრამ შენ რომ ადამიანის არ გესმის, რომელიც დილით გამოდის სახლიდან თავისი ავტომანქანით, რაღაც საკითხზე მიდის, შრომობს, მუშაობს, წვალობს, უნდა რაღაცა ოჯახში შეიტანოს და მას მხოლოდ ერთ დღეში 200 ლარს უწერ ჯარიმად, იმის გამო რომ ვერც კი ხსნის, ვერც კი ხვდება რატომ? და ეს ადრე ასე არ ხდებოდა, აქ უკვე უსამართლობასთან გვაქვს საქმე, დიდ უსამართლობასთან. სარია ეთერში, გამარჯობა, გისმენთ. ილია გამარჯობა. მოგესალმებით. აი მე ამნაირად ახსნება. დიახ. ეროვნული თავრობა როცა იყო ზვიადი გაგვინატყურე დღეს ქართველებს მოეწინებათ რომ ან ჯარიმები მოუვიდეს ან რაიმე პრობლემები ქონდეს ამას არ აძლევენ აი თქვენი ქართველები შენო ქართველები ეროვნულ საკითხში და ერთი საცხოვარი მაქვს ბატონო ილია დიახ თუ შეიძლება დიახ არ მითხრათ რომ ეგრიგარესიო იქნება ერთი დღე და რამენაირად საკითხი დააყენოთ აი გახსოვთ თქვენ 92 წელს როგორი დიდი როლი ითამაშა სასონხეთმა ზვიადის განადგურება ეს მაგას აქვს ზუსტად მაგეთი ვარია ევროპას დაუნდა აბა ეხლა ჩვენ შევვნათ ბაგრამიანის კარდია სადაც წელი მეგრელების სახლები დაიწვიეს კაპიტელში აი ეს რატო არ აინტერესებს ხალხს რატო არ აინტერესებს აი გარჩევი ძალიან დიდი მოწმობა ამაზე ერთი გადაცემა დაიყვანოს გასაგებია, მადლობა თქვენს არისთვის. მე არ ვიცი რას გულისხმობდით სომხებთან დაკავშირებით. ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მათდამი პატივისცემა უნდა გამოვთქვა ამ გადაცემიდან. ცუდი საქართველოშიც ვყავს და ყველა სხვა ქვეყანაშიც ვყავს. კარგი და ცუდი ყველგან არის და იმის გამო რომ ცალკეული ფიგურები შეიძლება რაღაც გადაცდომებს დანაშაულს ჩადიოდნენ, ამის გამო მე არ ვემხრობი რომ მთელი ერი მოუნათლოთ როგორც არაკეთილმოსურნე. სარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. დიახ, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ.
ჩვენ გავუჭირთ. გამოურთეთ, დიახ, გამოურთეთ ბოლომდე. ჩვენი წამყვანებიც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მოშორდით ტელევიზორს, მოშორდით, ეს შეცდომაა. თუ კი მოშორდებით და იქ მაინც აწეულია ხმა ტელევიზორისა, ეს ხარვეზებს გამოიწვევს. ამიტომ ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ ტელევიზორს და ამ დროს თავისუფლად გავიგონებთ თქვენს სათქმელს და თქვენც ჩვენსას. პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენი ნომერია 557 88 55 88. როგორ აფასებთ ჯარიმების და გადასახადების ზრდას, რომელსაც ქართული ოცნება შემდეგი არგუმენტით პასუხობს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотивация, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. ზარია, გისმენთ? გაითიშა როგორც ვხვდები, დიახ. ძალიან რთულ საკითხს ვეხებით დღევანდელ ეთერში. 201%-ით არის ამ ჯარიმების გამოწერა გაზრდილი. უზარმაზარი რიცხვებია ეს. თავად ჯარიმები ხომ გაორმაგებულია და პლუს ამას გამოწერის რაოდენობა გაზრდილი. ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი. ესე იგი, თუ ჩანაფიქრი ჰქონდა ხელისუფლებას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაიყვანოს ხალხი და საკუთარი ავტომანქანით აღარ იარონ, მაშინ გამოდის, რომ ეს ჯარიმები უსამართლოდ იწერება. აი პირდაპირ ზედაპირზეა ეს, რომ ესე იგი უსამართლოდ გვიწერენ ამ ჯარიმებს. ზარია ეთერში გისმენთ, დაიწყეთ გთხოვთ. დაიწყეთ, გისმენთ, ეთერში ხართ. ხოლო უსამართლოდ თუ გვიწერენ ჯარიმებს, აქ უკვე ბრაზი და რეაგირებაც მოგვითხოვება საზოგადოებას. ყველაფრის მოთმენა და ყველაფრის შეგუება არ შეიძლება, როდესაც უსამართლოდ გექცევიან, შენც რაღაცა ზომა უნდა მიიღო. და ეს ზომა სულ ცოტა უნდა იყოს ის, რომ არჩევნებზე ჩვენი სათქმელი ვთქვათ, საყოველთაოდ. თუ ყველა არ მივა ამ არჩევნებზე და არ იქნება დიდი წინააღმდეგობა, მაშინ ქართული ოცნება შეძლებს, რომ მარადიულად დარჩეს სკამზე. საჯარო ადმინისტრაციული რესურსი ჰყავს მას, მთელი სქემები აქვს შემუშავებული, რომლითაც ყოველთვის თავისუფლად შეძლებს, რომ სასურველი რაოდენობის ხმები დაიწეროს. მაგრამ თუ მთელი საზოგადოება მივა 80, 90, 95% არჩევნებზე და ხმას მისცემს ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინ ვერ მოხდება ასეთი манипуляციები არჩევნებში. არა, უпростоრად მოხდება, მაგრამ მისული ამომრჩევლის რაოდენობა გადაფარავს ამ манипуляციას. და იქნება გამარჯვება და ცვლილება. კი, ბევრია საუბარი იმაზე, რომ ოპოზიცია ძალიან ცუდად გამოიყურება. მეც ვეთანხმები ამას, რომ ოპოზიცია არ არის სათანადოდ იმ მოწოდებაზე, რომელიც ჩვენ გვსურს, მაგრამ არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ალბათ შედარებით უკეთესი, შედარებით ღირსეული უნდა შევარჩიოთ, დავირაზმოთ და მას მივცეთ ხმა. სხვა გზა გვა აქვს? ამ ლოგიკით მარადიულად უნდა დარჩეს მაშინ ქართული ოცნება. ზარია ეთერში გისმენთ? აი რა, მეჩი. დიახ. აი ეს ხალხი რომლებიც დიან და დიანებს და 41 ხაზავენ მეტის ღირსია მინა მეჩატლასი ივანიშვილი და კორექტულად, დიახ. გაითიშა, როგორც ჩანს, ხელახლა დარეკეთ და შეეცადეთ, რომ კორექტულად ბრძანოთ, როგორ აფასებთ ჯარიმების და გადასახადების ზრდას, რომლის არგუმენტადაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ადამიანებს ხომ უნდა ჰქონდეთ რაღაც არგუმენტი და мотивация, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. მეორეს მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც ხალხში არსებობს. არის თუ არა ადგილები, დროულად მოდის თუ არა ავტობუსი, მიკროავტობუსი ან საერთოდ მეტრო პიკი საათებში განსაკუთრებით რაც ხდება, ყველამ ვიცით, ვინც გზავრობთ ტრანსპორტით. ზარია გადაცემაში შეგიძლიათ დაიწყოთ. გისმენთ? დაიწყეთ, გისმენთ? უკვე მეცედისეთ მე რამდენი ზარია, შემოდის მაყურებელი თუ რადიომსმენელი და შემდეგ თიშავს. არ მესმის ლოგიკა ამ ყველაფრისა. ჩვენ მაუწყებლობთ რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 და ტელევიზიით მთელ საქართველოში გვიყურებთ. დროებით დაკარგულ ტერიტორიებზეც ვრცელდება ჩვენი ეთერი და უცხოეთში ინტერნეტის მეშვეობით. ზარია ეთერში, გამარჯობა.
რა არის იცის? დიახ. აი ეს ხალხი რომელებიც ხუთიანებს და 51-იანებს ხაზავ ხო დაინახეს რომ ვინც არიან ეგენი გაუჭი რომ ხარი პატრიოტ ხალხია დაბაო დიახ კეთილი გეთანხმებით მე ამაში აბა ვინო სხვაო თუ არა დღევანდელი ხელისუფლებაო ეს კითხვა მუდმივად ისმის ხოლმე და ახლა ნაკლებად ისმის მაგრამ ადრე უფრო ხშირად ისმოდა აბაო ნაცები გინდათო არ გვინდა არც ნაცები არც ოცნება ხომ ძალიან მარტივი და გასაგებია ორივე იყო ერთი 9 წელი იყო მეორე 14 წელია უკვე არის ჩვენ გვინდა ცვლილება ჩვენ გვინდა ადამიანებზე მზრუნველი ხელისუფლება სწორი პოლიტიკის წამყვანი ხელისუფლება შიგნით გარეთ და ამისთვის საჭიროა რომ შევამჩნიოთ დავინახოთ და შანსი მივცეთ შედარებით უკეთეს პოლიტიკურ სპექტრში ვინც არსებობს ბატონი კობახიძე თუ ახერხებს ქვეყნის მართვას საკითხავია როგორ მაგრამ ახერხებს და კითხვას ვამენ თუ არა ბატონი კობახიძე აბა ვინო და მისი გუნდიო აი პასუხობთ რომ ამ ტელევიზიაში თითოეული წამყვანი ბევრად უფრო დამსახურებულია ბევრად უფრო მწოდნეა, ბევრად უფრო დიდი ბიოგრაფია და წარსული აქვს, ვიდრე იმ ხალხს, ვინც დღეს მართავს ქვეყანას და ის მოგწონდეს და აქეთ ეს არ მოგწონდეს, იმის გამო არ მოგწონდეს, რომ ჩვენ არც თუ ისე მომხიბვლელი სტუდიები გვაქვს, არც თუ ისე გამორჩეული რაღაც ვიზუალური ეფექტები გვაქვს გადაცემების დროს, ეს თუა მიზეზი მაშინ გასაგებია რომ ესე იგი ვიზუალურ ეფექტს უყურებს ამომრჩეველი და არა შინაარსს და ადამიანების გულს. პირადად მე ჩემ თავზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, მე ვარ პროფესიით ჟურნალისტი და პოლიტიკაში წასვლის სურვილი და მიზნები არ გამაჩნია, ამას ყოველთვის ღიად ვამბობდი. სარია ეთერში გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა შვილო ილია. დიახ. მე სული იმას იმ ქალბატონს მიმართავ დამარიცხდა მისი გვარი ქალბატონი ნინო წილოსანი ხომ რომელიც ამ განცხადებას წილოსას მიმართავ ტელევიზორს გამოვიდა წილოსას მიმართავ ჯერ თვითონ ისეთ მაგალითი დიდ სარათესად წარმოადგენსოთ არის 5-6 ავტომობილი უდგას ტახში და ყველა ავტომობილი დადის ხალხს მისცეს მაგალითი ჩამგზავნეს და დამგზავნეს ავტობუსში ერთი კვირა გაიაროს, გამოიაროს, იმით წავიდეს სახში და მერე მისცეს ბრძანება ხალხს, რა ტრანსპორტში ჩაჯდება თუ თავის ავტობუსში, თავის მანქანაში ჩაჯდება. და კამანდესაც ამას მიიმართავ. ხუთი მანქანა რო უდგას სახში. გააჩერონ მანქანები და ტრანსპორტით იაროთ. ჩვენი ძველი მეფეები დასაცნელს, დახეული დასაცნელს დადიოდნენ და ბაზარ დადიოდნენ და უყურებდნენ ხალხი როგორ ცხოვრობდა. გადაიცვან დამსაცმელი და მივიდნენ ისე ბაზარში. დიახ. აი ეს გადამცემი წუნკიას. ვინ არის, რა არის? რო ხალხს ამას ეუბნება. წილოსანს, კარგით, არ გინდა თუ არაკორექტულად მოვიტყვით, ქალბატონ წილოსანს გულისხმობთ თქვენ, რომელიც ამბობს, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რაღაც мотиваცია, რომ გადაერთონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეო. ქალბატონი ნინო და მისი ოჯახი მილიონერების ოჯახია, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, რომ მილიონერობა ცუდია, პირიქით ის გვინდა, რომ რაც უფრო მეტი მილიონერი გვეყოლება ქვეყანაში უკეთესია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ უჭირთ ადამიანების პრობლემები კარგად ესმოდეთ. კარგად არ ესმით ადამიანების ტკივილი და პრობლემა და ეს უსამართლო ჯარიმები როგორი სტრესია. ისედაც თვიდან თვემდე როგორ გაიტანოს ადამიანმა თავი ეს ხარჯი წინასწარ აქვს. უმეტესობას გაწერილი რომ აი დღეს ნაკლები არ დამეხარჯოს თორემ ხვალ მშიერი დავრჩები ასე ცხოვრობს ადამიანი გამოდის დილით სახლიდან საკუთარი ავტომობილით და უწერენ 100-ობით ლარი ჯარიმას და როგორ გადაიხადოს ეს როდესაც საჭმელისთვის განკუთვნილ ფულს უნდა მოაკლოს მერე ეს და ქალბატონ ნინოს ქართულ ოცნებას და მის ლიდერებს შემოსავლები და ძვირფასი ავტომანქანები არ აკლიათ და შესაბამისად უჭირთ გაიგონ, როდესაც ბასლაინებზე, ავტობუსის გზაზე ანუ დადიან, სადაც ხვებს აკრძალული აქვთ გადაადგილება, თვითონ კი დადიან, აი იქიდან ვერ აღიქვამენ რეალობას. სარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა. შევიტყარი სამი დღის წინ რომ
ცოტა კორექტულად იყავით თორე დაგიჭერელო. ეს- ეხობა შეძგესინიან დაჭერილი. არა ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ეს ხუმრობით იყო ნათქვამი. მილადალაბარაკო. ტილოსაზე როგორც აი ეხლა მომისმინე. მეც გიპასუხებ თუ შეიძლება. 5 წლის. კი, ერთი წუთით მაცალეთ, გიპასუხოთ მხოლოდ. გიპასუხებთ და განაგრძეთ. გიპასუხებთ. გიპასუხებთ ერთი წუთით. კი, ბატონო. დაჭერის არ მეშინია. კი ბატონო. მთელი ჩემი ცხოვრება პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ვარ და უამრავი კრიტიკული გადაცემა გამიკეთებია იმ წინა დროს ხელისუფლების დროსაც ახლაც და ამის არა. მაგრამ არ მინდა რომ დამატებითი ჯარიმები მოუვიდეს ამ ტელევიზიას, რომელსაც დიდი ფინანსური სირთულეები ისედაც შეუქმნეს. ამიტომ ყველას ვთხოვ რომ ცენზურა დავიცვათ, მხოლოდ სიტყვები კორექტულად წარმოვთქვათ. სხვა მხრივ რაც გინდათ ბრძანეთ. დიახ. გეხუბრე, ჩემოილია. მადლობთ, მივხვდი, კი ბატონო. იმიტომ 3 დღის წინ თქვენ მითხარით რომ დაგიჭერებო. ხო, ეს კი გითხარით ხუმრობით, რა თქმა უნდა. 65 წლის გამყავ მეგობარი. დიახ. ცხოვრებაში მართვის მოწმობა არ აქვს. დიახ. დღესაც ეგრედანი. ერთი ჯარიმა არ აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ მართვის მოწმობა არ აქვს. იფთხილებს კაცს. და გუშინ მოხვიდა 250 ლარიანი ჯარიმა. სატირალია. გუშინ ვაფშე არ ყოფილა გასული სახლიდან. გასულიც არ ყოფილა სახლიდან. აი უბრალოდ მაქანა ხოდა დაშლილი აკეთებდნენ. აი რას მივაწეროთ ეს, რა ხდება? რა ხდება თქვენი აზრით? რატომ ხდება ეს? არ ვიცი, აი თუ ჯარიმა უნდა მოუვიდეს, მართვის მოწმობა არ აქვს. მაგაზე. არა, 250 ლარიანი ჯარიმა მოუვიდა. აი ეგ არ ვიცი. დიახ. მადლობა ზარისთვის. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაორმაგებულია. მხოლოდ 4 თვეში 108 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი. უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა გაორმაგდა და 90%-ით მეტი ჯარიმაა გამოწერილი 2026 წლის რამდენიმე თვეში. პარკინგის ჯარიმები 165%-ით მეტია გამოწერილი და ამის პარალელურად ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 201%-ით მეტი ჯარიმა გამოწერა სახელმწიფომ ამ წლის რამდენიმე თვეში. რაც დაიწყო ეს თვე გასულია 5 თვე, ხომ? ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? შეიძლება ვილაპარაკო? დიახ, გისმენთ. ახლა ისეთნაირად დადია ზოგიერთები, რომ აუცილებელია გაცილებით მეტი ჯარიმა, მაგრამ თავისთავად, ვინც აშავებს? ეს დანარჩენები, ეს როგორ არის? უპასუხისგებლო 5%-ის გულისთვის ვიჩაგრებით მერე დანარჩენი 95%. მაგრამ ერთი ვარიანტია კიდე რომ იმ მილიონერებს რამდენიც არ უნდა გაუკეთო 100,000 ლარის ჯარიმა, ის მაინც იმისთვის არაფერი პრობლემა არ არის, კი. ხო და ამისთვის უნდა გაკეთდეს როგორ აი ვის რა შემოსავალი აქვს. ხო. ყოფილა თუ საინტერესოა. ქვეყნებში, რომელიღაც ქვეყნებში, რომ ვის რას შემოსავალი მაგის მიხედვით. საინტერესო აზრია, კი ბატონო. მადლობა გეთანხმებით ამაში, რომ პენსიონერს, რომელსაც მხოლოდ 170 ლარი აქვს შემოსავალი, არ შეიძლება რომ 500 ლარის ჯარიმა მოუვიდეს. ესე იგი მთელი თვე უნდა იშიმშილოს და პლუს სესხი აიღოს იმ ყაჩაღი ბანკისგან, რომელიც წარმოუდგენელი კაბალური პირობებით გასცემს სესხებს, საპენსიო სესხებს. და ასე გაიხლართოს ამ ვალებში და ამ სესხებში. და ამ დროს მილიონერს და მილიარდელს რომ 500 ლარიანი ჯარიმა მიუვა, მისთვის ეს არაფერი არ არის, გადაიხდის მობილური ტელეფონით 2 წუთში და მორჩა. კი, ამაში მოყვებით ამ ლოგიკაში და ჯარიმები თავად სამართლიანი უნდა იყოს, თორემ ვინც დააშავებს და ვინც დაარღვევს, მას ეკუთვნის ჯარიმა. ჩვენ ამ ბუნდოვან უსამართლო ჯარიმებზე ვსაუბრობთ, როგორ ახლა 201%-ით არის გაზრდილი ჯარიმები. ესე იგი წინა წელს არ აშავებდა არავინ და ახლა აშავებენ, გადაირია ყველა. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, დიდია. დიახ.
მოგესალმებით. ჯარიმებზე საუბრობ ჩვენდა. იცოდე მე გაგარცილე, ეს თქვენ ტელევიზიასაც მოუვა დიდი ჯარიმა თუ კორკოტას არ გაათავისუფლებ ტელევიზიიდან. მე გითხანდა. მეორეჯერ არ გაგარცილე ტელევიზიიდან საერთოდ გამოვთავ. ორი კამინი და შტეკებს მოვადგინებ და მორჩება. გვემუქრებით ახლა თუ როგორ გავიგოთ ეს? და მოაწყობეთ იმდენი ტელევიზია. გვემუქრებით? კარგით, გავიგეთ. გია კორკოტაშვილს აქვს ძალიან ბევრი დამსახურება. ძალიან კარგი ადამიანია პიროვნულად. ხშირად სათქმელს სარკაზმითაც ამბობს და ეს მიღებულია მედიაშიც და ტელევიზიით, რომ სარკაზმით თქვა ხანდახან რაღაც. თორემ თქვენ მართლა გგონიათ, ჩემო ბატონო, რომ გია კორკოტაშვილი რომ რაღაცებზე იღიმის გადაცემაში ეს მართლა გულწრფელად ეღიმება? თუ მწარესიცილია ის და სარკაზმია იმ საშინელებებზე, რაც ხდება. და გია კორკოტაშვილმა წინა გადაცემაში თქვა, რომ ის ცენზურის ფარგლებში, კორექტულობის ფარგლებში უკაცრავად ისაუბრებს ყოველთვის. ეს ღირსეული კაცია და პირადად თქვენ თუ არ მოგწონთ, ძალიან გთხოვთ იმ საათებში, როდესაც ბატონ გიას მიხავს გადაცემა, იქნებ დროებით, უყურებთ ამ ტელევიზიას. ჩემი თხოვნა იქნება პატივისცემით. უხერხულია ასეთი რამ მითხრათ, ახლა დამირეკოთ და დამემუქროთ, რომ თუ წამყვანს არ გავუშვებთ ტელევიზიიდან, ამ შემთხვევაში დაგვაჯარიმები და რა საფუძველზე უნდა დაჯარიმდეს ტელევიზია? რაში ხედავთ თქვენ? საფუძველს რის გამოც უნდა მოუვიდეს ამ ტელევიზიას ჯარიმა. თქვენ თუ გაგიხარდებათ ეს ჯარიმები და ეს ცუდი ობიექტივის, გაგახარებთ ახლავე და გეტყვით, რომ ამ არხს უკვე აქვს ბევრი ფინანსური სირთულე, რაც ხელოვნურად არის შექმნილი და მაყურებლის და რადიომსმენელის შემოწირულობებზეა ამ დროისთვის დამოკიდებული. სხვა არანაირი შემოსავალი აღარ აქვს და ვიდრე მაყურებლისგან იქნება თანადგომა, იქნება ეს პირდაპირი ეთერი. არ იქნება თანადგომა, არც პირდაპირი ეთერი გაგრძელდება. სამწუხაროდ ვამბობ ამას გულის ტკივილით და ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ დრომდე ფული ჩარიცხა ობიექტივის საბანკო ანგარიშზე. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა ილია. მოგესალმებით, დაიწყეთ გთხოვთ. საქმე რაშია? ეხლა ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს აქვს ასახადეთი აგებული ეს შემოსავალი სხვა შემოსავალი სახელმწიფოს არ არსებობს. ფაბრიკა არ მუშაობს, ქარხანა არ მუშაობს, არაფერი. და უცხოური გრანტები აღარ აქვს. ერთი მოკრძალებული თხოვნა იქნება რა? იქნებ დადგეს სათანადო საკითხი, სათანადო იმერთან ხალხთან რომ დიახ. მამაკაც ისევ დაუბრუნდეს საპენსიო ასაკი 60 წელი და მანდილოთან 55. როგორც ადრე იყო 2000 წლებში მეოთხე საუკუნის ბოლომდის რა. დიახ. აი ესა ჩემი თხოვნა და ბოდიშით და ჩეთუხებისა. მადლობა, პირიქით, ეს გადაცემა თქვენთვის არის და უნდა დაგვიკავშირდეთ თქვენი შეფასებებით და ინიციატივებით. მესმის, კარგი იქნებოდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ბიუჯეტს ეს დიდი თანხის სახით დააწყვება და არ ამგონია ეს გააკეთოს ქართულმა ოცნებამ. კი ხედავთ აგერ თითო ქუჩაში დასდევენ ხალხს და ასობით მილიონი ლარის ჯარიმებს წერენ. ჩასაფრებული არიან სადმე რაღაც არ წაგიცდეს, ან ბარათის დადება არ დაგავიწყდეს სადმე, ან დაადო ბარათი და არ გაატაროს, ესეც შენი ბრალია, ყველაფერი ადამიანის და მოქალაქის ბრალია. როგორ აფასებთ ჯარიმების და გადასახადების ზრდას და ხელისუფლების არგუმენტებს? ზარია, გისმენთ? გისმენთ? ჩემთვისაც კარგია, ოდნავ შევისვენებ, ჩემო ბატონო, თუ ქალბატონო არ ვიცი ვინ იყო. ზარიდან ზარამდე მე საუბარი მიწევს და ამიტომ დაველოდოთ მორიგზარს, მე საერთოდ გავჩუმდები ცოტა ხნით. 5-5-7 88 55 გისმენთ? გამარჯობა. გასწორ როგორ მოვიდა სიტი პარკზე რა ამბავზე იყო ატეხილი. ამ დროს ეს სიტი პარკის სანატრელი გაგვიხდა.
სანატრელი. იმდენად გაიზარდა იმის მერე ჯარიმები, ვერცად ვერ გააჩერებ, საპარკინგი ადგილები არ შექმნეს, კორპუსები ააშენეს და გადაწყვეტეს ქალაქი და ყველაფერს ჩვენს ჩვენს ყავზე გადაიარა ყველაფერმა, იმიტომ რომ არაფერი არ გაითვალისწინეს, ქუჩები დაავიწროვეს და იმ დაავიწროებულ ქუჩაზე მაღალსართულიანი სახლები ააშენეს და ამ დროს საპარკინგის სივრცეები არ არის. და გამოსავალი ამოძებნეს, რომ გაასარდეს ჯარიმები ავსებენ ამით ბიუჯეტს და მეორე ფაქტორი რა არის, რომ აშინებენ ხალხს. და აი ეს დაჩაგვის მომენტი, აი შუმა თუ არ იქნება, აი ნახეთ კიდე გავუძი ახლა კიდე ჯარა, აი კიდე ამას აი ამით დაგჭირთ, ილაპარაკეთ კიდე რაღაცას გავაკეთეთ, კიდე რაღაცას ისეთ აი რაღაც ეს ხალხის მორჩილებისთვის არის რა გაკეთებული და როგორ შეიძლება ხო იციან რომ არ შეიძლება რომ აი ერთი შეკითხვა მაქვს, როდესაც ქალბატონი ნინო წილოსანი ამბობს, რომ мотивация უნდა მივცეთ ხალხს, რომ გადავიდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ანუ ამ ჯარიმებით, რომ საკუთარი მანქანები მიატოვონ და იმგზავრონ მეტროთი და ავტობუსით. ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის სათანადოდ გამართული? არ არის, მინდა გითხრათ, გადაწყვეტილია ავტობუსები, მეტრო გადაწყვეტილია პიკის საათებში. არ არის მოწესრიგებული ეს აი გადავიდნენ თვითონ და ნახონ რა მდგომარეობა და მაგალითი მისცენ მოსახლეობას რომ არ არის არაფერი მოწესრიგებული, არ არის საკმარისი ავტობუსები. მე იცით რა გააკეთეს ეს მარშრუტები რომ ჩახსნეს ხო პირდაპირ მარშრუტით ვერ მიდიხარ ვერცად უნდა გადაჭდეს. აქედან გამომდინარე არის აი ძალიან არაკომფორტულია იმ ავტობუსით ჩაჯდომა, იმიტომ რომ სატრაფა უნდა მიხვიდე, მე იქიდან უნდა გადაჭდე, მეტროთი მაინც ფეხით უნდა წახვიდე და არაფერი არ მოაწესრიგეს, იმისთვის რომ ხალხი თუნდაც გადავიდეს ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ბოლოს უნდა თქვა ამ კორკოტაშვილზე, რას ერჩიან ვერ ხვდებია კორკოტაშვილს, რა არ მოწონთ კორკოტაშვილის საუბარი არ მოსწონთ. ხელისუფლება მოსწონთ და კორკოტაშვილის საუბარი არ მოსწონთ, ამ ხალხს რა ვერ გავიგე, ვერ ხსნი. რატო ერჩიან ამ კორკოტაშვილს, უკვე ბევრი ადამიანმა დარეკა, რომ რატო საუბრობს კორკოტას საუბრობს. ეცუსენ ხოლმე ხანდახან და ხუმრობს რაღაცა ისე სარკასტულად გადმოსცემს რეალობას, რაც ხდება ქვეყანაში და აღარც გავიცინოთ. აბა ვიტიროთ. მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ. ბატონი გია კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ღირსეული და დამსახურებული ადამიანია. რაც მან გააკეთა, ვთქვათ, ამ ქვეყნისთვის, ბევრს ალბათ ეს არც დაესიზმრება და შეხსენებას აღარ დავიწყებ ახლა და ჩამოთვლას. ზარია ეთერში გისმენთ, გთხოვთ მოკლედ ვასრულებთ. გისმენთ, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. იცით რა არის, აი გია კორკოტაშვილზე რომ ამბობენ, ძალიან ცუდი კაცია, ძალიან კარგი კაცია, მე ვიყავი, ეგ რომ გამოდის ისე მიხარია, თავის კივლის გამიარა, ეგ რომ გამოდის და ლაპარაკობს. დიახ. მადლობთ ქალბატონო, დიდი ვასრულებთ გადაცემას. ამ ქვეყანას ხავს ძალიან ღირსეული ხალხი, შრომელი, კეთილი, მორწმუნე, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არის კეთილსინდისიერი და პატიოსანი. მთელი დღე შრომობენ, მთელი დღე მუშაობენ. პენსიონერებმა უკვე იშრომეს მთელი ცხოვრება და რაც აქამდე გვაქვს, მოგვიტანეს ეს საქართველო. ამიტომ ყველას მინდა დიდი მადლობა გითხრათ სიყვარულით და პატივისცემით, ვინც გვირეკავთ, ვინც გვისმენთ, ვინც გვიყურებთ ტელევიზიით და დაგაიმედოთ, რომ მოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ის დრო და ვფიქრობ ძალიან მალე, როდესაც ყველანი ერთიან. გაბწყინებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, როგორც პატრიარქს უყვარდა ხოლმე თქმა მის სიტყვებს დავესესხები. დღეს კი ამით ინტერაქტივს ვასრულებთ, ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი გადაცემას, ნახვამდის.